საღამოშვიდობისა პარასკევია და ტრადიციულად გზამკვლევს უყურებთ. მე ნაზი ქობულაძე ვარ. კარიერული სერვისების გზამკვლევი იქნება დღეს ჩვენი გადაცემის თემა. იგი ექსკლუზიურად ბათუმის სამედიცინო აკადემიისთვის შეიქმნა და ახალგაზრდებისთვის საკუთარი კარიერული შესაძლებლობების უკეთგაცნობას ემსახურება. ლია ფუტკარაძე საურცეს აღმასრულებელი დირექტორი და შორენა უზუნაძე სამედიცინო აკადემიის დირექტორი არიან ჩვენი სტუმრები. ისინი უკეთ მოგვიყვებიან თემის შესახებ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. ლია, დავიწყოთ თქვენთან საუბრით. ექსკლუზიურად აკადემიისთვის შეიქმნა გზამკვლევი. მინდა რომ უფრო მეტი ჩვენს ეთერში ახალ ამბებში ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა რომ ეს არის პირველი გზამკვლევი ამასაკის ადამიანებისთვის, რისთვის შეიქმნა, რომელი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და შემდეგ უკვე ცხადია განვავრცობთ თემას. კი ბატონო, ნამდვილად არის ექსკლუზიური სახელმძღვანელო გზამკვლევი დოკუმენტი, რომელიც ბათუმის სამედიცინო აკადემიისთვის შეიქმნა. შევქმნით კარიერული სერვისების გზამკვლევი ფაქტობრივად რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს. ერთის მხრივ ეს არის გზამკვლევი, სადაც ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ხდება კარიერული სერვისების შესახებ ინფორმაცია და მეორეს მხრივ ყველა ადამიანს ასევე შეუძლია საკუთარი კარიერის აღმოჩენის შესაძლებლობების შექმნას. ამიტომაც კარიერული სერვისების გზამკვლევი ფაქტობრივად ორ ძირითად მიზანს ემსახურება. პირველი ის, რომ ბათუმის სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მომავალი უკვე პერსპექტიული სტუდენტები ერთვებიან აქტიურად თავიანთი კარიერული ხედვის შექმნასა და განვითარებაში. მეორეს მხრივ უკვე მობილური ხდება ახალგაზრდებისთვის ან ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყოფის სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობები და ამავდროულად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის, რომ კარიერის სერვისების გზამკვლევი უკვე ინდივიდებს არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიაში ვიმყოფებით, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ვიქნებით. ყველა შეუძლია დაიწყოს საკუთარი კარიერაზე აღმოჩენა გააკეთოს და ეს აღმოჩენა ფარავს სამ ძირითად ნაწილს. ეს არის აღმოაჩინოს თუ ვინ ვარ მე, აღმოვაჩინო თუ რა მინდა მე და შემდგომში განსაზღვრო თუ როგორ შევძლო ამ სურვილების, კარიერული სურვილების მიღწევა. ამიტომაც ნამდვილად აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვფიქრობ პირველი დოკუმენტია, რომელიც ერთიან, ასე ვთქვათ, სივრცეს ქმნის, რომ ადამიანმა არ აქვს მნიშვნელობა სად ვცხოვრობ, გამოვიყენოს გზამკვლევი, ვიპოვო პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს გვაქვს საკუთარ კარიერასთან მიმართებაში. ეს კარიერა აუცილებლად უნდა დავინახოთ როგორც პროფესიის მიმართ ჩემი ინტერესები და სურვილები, ასევე სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ეს იყოს. ეს ასევე არის ხოლმე საკითხები, რომელიც ეხება ჩემს პროფესიულ წინსვლას, დაწინაურებას და დასაქმებას, ხო? ერთი არის, რომ რაღაცა ის სასურველი, მოდი ესე ვთქვათ, პროფესია ავირჩიე, ამ სასურველ პროფესიაში მჭირდება განვითარება, ცვლილება, პოზიტიური ცვლილება ცხადია, რომ შევძლო საკუთარი თვითგამოხატვა, იმიტომ რომ შრომა არის თვითგამოხატვის საუკეთესო რეალობა და მესამე კომპონენტი არის ის, რომ აი ამ პროფესიაში შევძლო მაქსიმალური თვითრეალიზაცია და სწორედ აქ ვხედავთ ძალიან ბევრ გამოწვევას ჩვენს დასაქმების შრომის ბაზარზე. გამოწვევებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და გზამკვლევის აი იმაზე თუ რა წერია შეგით და როგორ ხდება ამ ყველაფერში ადამიანების ჩართვა. შორენა მინდა რომ ჩავრთოთ დიალოგში. ქალბატონო შორენა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სამედიცინო აკადემია და რატომ დასჭირდა სამედიცინო აკადემია? შეიძლება ითქვას, რომ სულ სხვა მიმართულებით თქვენ ვასწავლით თქვენს მსმენელებს სხვა ტიპის განათლებას აძლევთ. თუმცა საკმაოდ საინტერესო პროექტში ჩაერთეთ. მინდა რომ აი ამ გზამკვლევის ირგვლივ ვისაუბროთ, როგორ გაჩნდა ეს იდეა, რატომ გამოიწვია თქვენი ინტერესი, როგორ ხვდები, არა მხოლოდ რაღაც დარგობრივ სწავლებას ეწევით, იმის გარდა სხვა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს ავითარებთ თქვენ სტუდენტებში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა უნიშნრო ბათუმის სამედიცინო აკადემია 32 წლიანი ისტორიით გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და
ასე ვთქვათ, დიდი ხნის ისტორიით მოდის. ჩვენი პროგრამები, ეს არის ჯანდაცვის მიმართულების პროგრამები და ძალიან ხშირად ხდებოდა პროგრამებზე რეგისტრაცია და შემდგომ დაკვირვებით გადინება. ეს გზამკვლევი ასევე ეხმარება იმაში, რომ დროულად აღმოაჩინოს თავისი პროფესია. ეს არის თუ არა, მას აქვს თუ არა მზაობა ჩაერთოს ჯანდაცვის მიმართულებით. იმიტომ რომ ეს ძალიან საკმაოდ დიდ პასუხისგებლობას მოითხოვს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენთან აპლიკანტი მოვა, აი ამ გზამკვლევის დახმარებით ზუსტად ეცოდინება ჯანდაცვა არის მისი მიმართულება, ღირსეულად მიიღებს ცოდნას და ნამდვილად ღირსეულად დასაქმდება შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ აი ჯანდაცვის მიმართულების პროგრამები და პროფესიები ძალიან მოთხოვნადია დღეს, დეფიციტურია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კადრს, რომელსაც პროფესიული აკადემია მიაწოდებს, შრომის ბაზარს იყოს ღირსეული და დასაქმდებიან ნამდვილად შრომის ეკონომიკაში ღირსეულად ჩაერთვებიან. ჩვენთვის ეს იყო ამომავალი და ზუსტად ეს პროექტი ამას ემსახურება და მართლაც საუკეთესო გზამკვლევი დაიდო. ეს არის კომბინაცია ყველა იმის ქალბატონმა ლია მოუყარა ყველაფერს, რასაც ქვია კარიერული წინსვლა, განვითარება და ნამდვილად ვინც ამას ეზიარება, რაღაც ნიუანსი, რამაც გააჩინა ამ გზამკვლევის წინაპირობა. გახავთ, რომ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აღნიშნული გზამკვლევი ზუსტად შემუშავდა ჩვენი ერთობლივი პარტნიორობით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ეს გახლავთ პროფესიულ კონსულტირება და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა აჭარის რეგიონში, რომელიც ამერიკის საელჩო საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით დავიწყეთ ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში და ფაქტობრივად ყველასთვის ცნობილია და აი აქვე უნდა აღინიშნოს ზუსტად ის ფაქტორი, რომ როდესაც ამერიკის მთავრობა შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში გააუქმა ყველა მხარდაჭერა, ყველა დახმარება. როდესაც დახმარებას და მხარდაჭერას ერთად ვიყენებთ, ხოლმე გვახსენდება შემდეგი შესაძლებლობა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ერთის ხოლმე პარადოქსი ხოლმე მგონია, რომ დღეს ახალგაზრდები გარეთ აქციაზე დგანან და ვიბრძვით, თითოეული ჩვენგანი ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის ვიბრძვით და ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობაზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესეთი გამოწოდება გვაქვს, რომ კრიზისის დროსაც გავბედოთ კარიერულ მიზნებზე ფიქრი. და სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ერთგვარი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ ახალგაზრდები არა მხოლოდ 18-დან 29 წლის ჩათვლით, არამედ მას ზემოთ ასაკისმყოფი ადამიანებისთვის პროფესიული განათლება გახდეს ერთ-ერთი პირველი წყარო პროფესიის მიღების და უზრუნველყოფა მოხდეს სწრაფი დასაქმების, იმიტომ რომ შორენმა ახსენა ზუსტად, რომ ჯანდაცვის პროფესიები, რომლებიც ამ შემთხვევაში ბათუმის სამეცნიერო აკადემიაში ხორციელდება, ეს გახლავთ საექცნო საქმე, ფარმაცია, კბილის ტექნიკოსი, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ და განსაკუთრებით მოსწავლეებმა და ადამიანებმა, ვისაც სწავლის დაგეგმა სურს, აი სწავლა სურს, პროფესიის შეძენა სურს და დასაქმება, ხო? და ნამდვილად ეგრეა, რომ უპირობო, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა ხდება ბათუმის სამეცნიერო აკადემიის დასრულებისთანავე გააქვს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეთ. თუმცა კარიერული გზამკვლევი სერვისების გამწვავ უკვე აყალიბებს, რომ ჩვენ შევქმნით 10 სერვისი. ამ 10 სერვისის ფარგლებში პირველ რიგში პროფორიენტაციის კვირეული უკვე სისტემური ხასიათის იქნება, რომელშიც მონაწილეობა შეიძლება სკოლებს და აქვე სკოლების ხელმძღვანელებს მინდა გავუზიარო ეს ინფორმაცია, რომ პროფორიენტაციის სისტემის დანერგვა ეს არ ხდება ცალკეულად რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის მიერ სამუშაო პროცესი მხოლოდ ვერ იქნება. ეს არის სისტემური ხასიათის, ასე რა თქვა, სისტემური ხასიათის უნდა იყოს და ჯაჭვი ამის მონაწილე გახავთ პირველ რიგში წყაროც სახელმწიფო, აი თუ ჩვენ მივმართავთ კონსტიტუციას ან კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მალდებულია დაეხმაროს ჩვენ არაერთუმად ამ სტუდიაში გვისაუბრია იმაზე, რომ აი სკოლებში შედიან, უზიარებენ, თქვათ, გამოცდილებას სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, თვითონ სკოლები აკეთებენ ხოლმე ორგანიზებას იმისას, რომ თქვათ, ჟურნალისტებს, მედიკოსებს და ასე შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ და ასე შემდეგ წინა პირობებზე საუბრობდით, კითხავ. თქვენს ორგანიზაციაში ბევრი თქვათ ქალთა მიმართულებით მუშაობთ და მოდიან ადამიანები კი რომლებსაც ეხმარებით თქვათ შემდეგ უკვე გადამზადებაში და ასე შემდეგ. მანამ ვიდრე დაიწყებოდა ამ მიმართულებით მუშაობა, გინდათ სისტემური, გინდათ არასამთავრობოების და ასე შემდეგ. წლების წინანდელ ამბავს გულისხმობ, თქვათ 10 წლის წინ ადამიანი ღებულობდა გადაწყვეტილებას, აბარებდა უნივერსიტეტში, აი შემდეგ, როდესაც აღმოაჩენდა შენ დასაწყისში ჩამოთვალე, ვინ ვარ, რა მინდა, როგორ განმავითარო და
ასე შემდეგ. სწავლობს ფარმაციას და რა ვიცი 3 წლის შემდეგ აღმოაჩენს რომ საბანკო საქმე უფრო არის მისი. ბევრია ასეთი შემთხვევა. თქვენს პრაქტიკაში მინდა რომ კი ბატონო, დავაზუსტე პირველ რიგში იმ ფაქტს, რომ პროფორიენტაცია ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პროფორიენტაცია მოიცავს რამოდენიმე ასპექტს. ეს არის კარიერული ინფორმაციის მიწოდება. კარიერული ინფორმაცია შეიძლება ზუსტად ეს იყოს, როდესაც სკოლაში, თქვათ, მიდის კონკრეტული ადამიანი და აცნობს თავის პროფესიას, თუმცა პროფორიენტაცია გულისხმობს თვითშემეცნების ნაწილს. ეს არის ფაქტობრივად აღმოაჩინო, განსაზღვრო შენი ღირებულებები, შენი ინტერესები, შენი უნარები, მიდრეკილებები, იცოდე შრომის ბაზარი და როდესაც ჩვენ ვასწავლით ხოლმე დონალდ სიუპერის კარიერის ცხოვრების ცისარტყელა მიყვარს ხოლმე ეს თეორია, იმიტომ რომ ზუსტად ასახავს ადამიანების მიერ ერთის მხრივ დაშვებული შეცდომები, რომლებიც ხადია ყველას აქვს უფლება დაუშვათ შეცდომა, თუმცა თუ ჩვენ დიდ ღირებულებას მივანიჭებთ დროს, რომელიც არის რომელსაც ვერ ვაბრუნებთ და დიდ ღირებულებას მივანიჭებთ უფლებას, რომ გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი და ვქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი, მაშინ მივხვდებით, რომ ვახ, ესე იგი საჭიროა და მნიშვნელოვანია, რომ ჩემი თვითშემეცნება გამოვერკვიო, ვინ ვარ მე, სრულად თავსებადი, ანუ რელევანტური დაკავშირება გქონდეს ჩემს სურვილებს და შრომის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, რომელიც ხედავთ, რომ ფაქტობრივად არის ძალიან დიდი გამოწვევა. აი დღეს აი ამ ნაწილზე თუცა ვსაუბრობ, ძალიან საინტერესოა. მახსენოთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, ანუ ბოლო 2024 წლის მონაცემი რომ გავაზიაროთ, 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში 45%-ს აღწევს უმუშევრობა. 20-დან 24 წლამდე ეს არის 31% და 25-დან 29 წლამდე ეს არის 20%. აქედან რა შეგვიძლია დავინახოთ, რომ დღეს ვფიქრობ, აი ამ სისტემურ ჯაშში სახელმწიფო იქნება სკოლები, უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებელი, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები ხოლმე ხდებენ ამის მონაწილე, ასე რომ პოლიტიკა მათ გარეშე არ უნდა დაიგეგმოს, იმიტომ რომ ცხადია, რასაც ვქვით, ის მე ჩემი უნდა პოულობდეს სარგებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის შეცდომები, მოდი ესე ვთქვათ, აი მოდი არასწორი განწყობლებები, რომელიც მივიღეთ, ესეც ჩვენი ბრალი ეს ადამიანებს არ არის, რომ არ იყო შესაბამისი სივრცე, რესურსი არ მქონდა იმისა, რომ აი განმესაზღვრა ჩემი თავისუფალი არჩევანი ან ჩემი გადაწყვეტილების მიღების უნარი რა არის? იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი არის ერთის მხრივ სოციალური უნარიც, რომელიც ცხოვრებაში ვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, მეორეს მხრივ არის პროფესიული უნარი, ანუ შეგვეძლოს ჩვენ საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღება და მესამე კომპონენტი ასევე არის დასაქმებისთვის საჭირო უნარია. მოდით წავიდეთ ცოტა უფრო შორს. თავისუფალი არჩევანი ახსენეთ რამდენჯერმე და ამ ყველაფერმა ცოტა უკანა პლანზე გადაიწია წლებთან ერთად, თუმცა ამის ერთ გადაცემას უყურებ და იქ ჩემი ყოფილი კურსელი საუბრობდა იმაზე, რომ მეც ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო, რომ ჩემს მშობლებს უნდოდა ეს და შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი. აი ამ ყველა თავისუფალ არჩევანთან მიმართებაში რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი და ეს რამდენად ახდენს გავლენას თუნდაც იმაზე, რომ მშობელი გხედავს შენ მსახიობად, ან თქვათ ფინანსისტად და ასე შემდეგ. მოდი დავეზუსტებ. ხაბადე შორენას სურს პასუხის გაცემა შემდეგ. დიახ, ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ კვლევას. აი, როგორ რატო ბათუმის ამ რატო პროფესიული განათლება და 2019 წლიდან დღემდე ჩვენ გვაქვს სტატისტიკა. წლების წინ ნამდვილად შობლის რჩევით მოდიოდნენ პროფესიულ განათლებაში, ან ის რომ ვერ მიაღწიეს სასრულოს, მაგრამ დღეს გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა ზუსტად იციან რა უნდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენი სტატისტიკით გამოიკვეთა დასრულები, რომლებაც უმაღლესი დაამთავრა, თავისი თავი ვერ ჰპოვა და პროფესიულ განათლებას დაუბრუნდა და ისინი უკვე რეალიზებული არიან, რომ ჩვენი ბათუმის სამეცნიერო აკადემია თითოეულს პარტნიორებთან ერთად ანაზღაურებად სტაჟირებას თავაზობენ, დასრულების შემდგომ დასაქმებას და მათ დაინახეს, რომ პროფესიული განათლება ეს არის მომავალი. გაიაზრეს და ესენი სწავლობენ და ვამაყობთ ამით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დასრული ადამიანი გვყავს, კურსდამთავრებლები, რომლებმაც თავისი თავი პროფესიაში პოვეს და წარმატებულად არიან დასაქმებულები. წლების რაც უფრო წლები გადის, უფრო ზუსტად იციან, რომ პროფესიული განათლება და უფრო მეტად პოპულარული ხდება პროფესიული განათლება. მოთხოვნაც მეტია, ხო? კი, ნამდვილად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის ამ გზამკვლევის ერთ-ერთი იდეაც ეს არის, რომ მხოლოდ ბათუმის სამეცნიერო აკადემიის სტუდენტები კი არ იქნებიან მისი მოსარგებლენი, არამედ ყველა ადამიანი ეს საჯაროდ განთავსდება ბათუმის სამეცნიერო აკადემიის ვებგვერდზე, ამიტომაც შეგეძლებათ რომ გამოიყენოთ და საინტერესო ფაქტი ეს არის, რომ აი შესაძლოა, არ ვიცი, 40 წლის ვარ, ვფიქრობ, რომ კი, ამდენი წელი ვმუშაობდი და
ხადია, ჩემთვის ღირებული არის, რომ ეხლა ჩვენ გადავიდე სტაბილურობის, ანუ როგორც პროფესიულ სტაბილურობის, ეს მატერიალ ეკონომიკურ სტაბილურობა მქონდეს, თუმცა აქაც კი, როდესაც ჩვენ საუბრობთ თავისუფალ არჩევანზე, და როდესაც ისინი თვითშემეცნებას გადიან კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აღმოაჩენენ, რომ ბოდიში, რომ თურმე მჭირდება ამადამ პროფესიის სწავლა, რომ კარიერული განვითარება ეს არ არის რაც კონკრეტულ ვადაში განსაზღვრული, კარიერული განვითარება ეს არის შენი კეთილინებად, შენი შესაძლებლობა, თავისუფალი არჩევანი, რომ უწყვეტ რეჟიმში შეძლოს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია. თვითრეალიზაციის ყველაზე კარგი განმარტება ის საზოგადოების ნათელი რო იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის არის ის, რომ რაც მინდა, აი რა სურვილების გამოჩნია, ამას ვახორციელებ. და ამისათვის არსებობს ზუსტად ხელშემწყობი მხარდამჭერი სისტემები, რომ შევძლო მე ადამიანმა ჩემი სურვილების მაქსიმალური გამოხატვა. ამიტომ ვფიქრობ, მეორე კვლევები ახსენა ქალბატონმა შორენამ. ერთია რა უნდა და მეორე შესაძლებლობები. რამდენად ეხმარება აი ეს ამ ტიპის გზამკვლევები ადამიანებს თანხwebdriverში დაინახოს თანხwebdriver საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებს შესაძლოა უნდოდეს მას რაღაც, მაგრამ იგივე ვთქვათ ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ აღმოაჩინოს რომ ფარმაციაში ის ვერ არის ისეთი ძლიერი და შესაძლოა ანუ ამ ყველაფრის თანხwebdriverში მოყვანა ან დანახვა რამდენად ახლოა ერთმანეთთან როგორ ხდება ბათუმის სამეცნიერო აკადემიას ყავს კარიერული კონსულტანტი ზუსტად ამას ემსახურება რომ თითოეულს გაუწიოს კონსულტირება აღმოაჩინოს თავის თავით რომ შეიძლება კი როგორც თქვენ თქვით უნდა და ფარმაცია მაგრამ უცებ შეიძლება ისევ შიდა მობილობა გაინწადოს არის ამის შესაძლებლობა ხო შიდა მობილობა არა საერთო კი აი თუნდაც პროფესიული განათლება ასევე იძლევა საშუალებას რომ შეიჩეროს სტატუსი შეუნარჩუნდება 5 წლის განმავლობაში და შეუძლია სხვა პროფესიას ცადოს და ძალიან მოქნილია დღეს პროფესიული განათლება და ესეც ხიბლავს ახალგაზრდებს რა თქმა უნდა როგორ ხდება უფრო დეტალურად რომ ვთქვათ აი დავინტერესდი აი როგორც ლიკამ თქვა 40 წლის ასაკში დამაინტერესა მინდა რომ გავხდე მეტად მრავალპროფილური სხვა საქმე რომელთანაც შეხება აქამდე არ მქონია და უბრალოდ დილეტანტის დონეზე რაღაც მომისმენია დავინტერესდე მოვედი სამედიცინო აკადემიაში ვაკაკუნებ შევდივარ კონსულტანტთან როგორ უნდა გავერკვე რა შეიძლება იყოს ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო რაზეც ჩვენ დასაწყისში ვსაუბრობთ რომ პროფესიამაც უნდა მომცეს მე რაღაც ისევ როგორც მე რა თქმა უნდა ჩვენ ესეთი აქტივობებიც გვაქვს შეიცანი შენი თავი ვაცნოთ პროფესიებს გვაქვს იმიტირებული აუდიტორიები სადაც თავ შეუძლია იგზნოს ფარმაცევტად იმიტირებულ აფთიაქში თავი იგზნოს ექთნად რა манипуляციები ჩაატაროს კბილი სატექნიკოს მიმართულებით ზერწოვა მოდელირება ის საქმეები და ის ხდება რომ ეს ხო პრაქტიკული რა თქმა უნდა იმიტომ რომ ზოგადად პროფესიული განათლება ეს არის სამუშაოზე დაფუძნებული და ის როცა თვითონ აკეთებს აი ამის შემდგომ ხდება კონსულტირება ტესტებია კითხვარები არის შემდგომაც ის აი მის როგორ არის ქალბატონია შეძლოს აი ხო კარიერულ ტესტებს ის მისი მონათესავე პროფესიები გამოუვლინდება და ზუსტად ვიცი რომ ვინც ამ გზამკვლევს მიყვება და ამ ყველაფერს შეავსებს არ შეეცლება ცდომილება შეიძლება იყოს რაღაცა 2-3% პროფესიაში ხო ფაქტობრივად ნებისმიერი ინდივიდს უჩნდება სურვილი კარიერული კონსულტაციის და ასევე კარიერული თერაპიის ეს არის ცალკეულად ერთ-ერთი ძალიან ღირებული პროცესი როდესაც ადამიანები გაწვრილების მიღებას აკეთებენ როდესაც ადამიანები სტრესმედეგეობას სწავლობენ შრომით ურთიერთობებს სწავლობენ და ნებისმიერი კონფლიქტების მართვა შეიძლება იყოს სამუშაო ადგილას რომელიც ასევე სჭირდება დახმარება და ამავდროულად მუშაობთ ტრაუმებზე, იმ შიშებზე, იმ კომპლექსებზე, რომელიც დაკავშირებულია თავისი პიროვნული განვითარებასთან და ამავდროულად დასაქმებასთან, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკებისში ვნახეთ, აი 7 წლის განმავლობაში რაც დავინახეთ იყო ის რომ დასშრომის ბაზარზე ერთის ხრივ სამუშაო ძალას, ანუ სამუშაოს მაძიებელს ეხმარები, რომ ისწავლოს, დაეუფლოს დასაქმების უნარებს და შეძლოს გასაუბრების ეფექტურად წარმართვა, შეძლოს სწორად შეიმუშაოს რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი, თუმცა ამავდროულად ასწავლი ისეთ უნარებს, რომელიც ფაქტობრივად არის კავშირების დამყარების უნარები, ან შეძლოს და კარიერის მართვის კომპეტენციებს უვითარებ, რაც აი როცა შევადარებთ 10 წლის წინდან პერიოდს, ან თუ გით 7 წლის წინდან პერიოდს, ეს ფაქტობრივად არც კი საუბრობდით ამ თემაზე, მაგრამ პრაქტიკა მოიტანა ის, რომ ადამიანებს ეს სჭირდებათ. ანუ რაღაცა რაც არ ვიცოდი სახელდება იმის თუ რა მჭირდებოდა, კარიერულმა თერაპევტმა ეს
გააზუსტა და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ ესეც, რომ პროფესიული სასწავლებლების ნაწილს დავფარავ ამ შემთხვევაში. ბათუმის სამეცნიერო აკადემიას აქვს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი კოლაბორაციის, კერძო პროფესიული კოლეჯების ასოციაციის წევრი გახავთ და ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პრაქტიკა იყო ის ზუსტად, რომ პროფესიულ განათლებაში მყოფი მასწავლებლები და მენეჯმენტი როგორ ახლოს არიან ერთმანეთთან იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში მოსული ადამიანი მაქსიმალურად ახერხებდეს ერთის მხრივ დროულად სტაჟირების პროგრამებში ჩართვას და რაც ანეზღაურებადი სტაჟირებები და ეს არის ვფიქრობ, რომ საუკეთესო პრაქტიკა და მეორეს მხრივ დასაქმდეს მრავალ პროფილურ სივრცეებში. ეს არის საავადმყოფოები, ეს არის ლაბორატორიები, კლინიკები და გლობალურად შეხედოს თავის დასაქმებას, რომ მხოლოდ ეს აჭარით არ იყოს შემოსაზღვრული, არამედ შეიძლება იყოს სხვა რეგიონი, დედაქალაქი, ან ასევე ერთ-ერთი გზამკვლევის ნაწილი არის გაცვლილ პროგრამებზე ინფორმაციაზე წვდომა და მისი გამოყენების სწავლება კონსულტირების ნაწილში. ამიტომაც მუშაობდა ამ გზამკვლევზე. რა ტიპის სპეციალისტები მუშაობდნენ? ცხადია სახელების დაგვარების გარეშე, თქვათ, იგივე რა ჯგუფი იყო? კი ბატონო, სრულად მუშაობდით ბათუმის სამეცნიერო აკადემიას საურსოს გუნდი. ეს შეიქმნა სრული ერთობლივი კოლაბორაციით. ამავდროულად გამოყენებული იქნა როგორც ევროპული, ისე ამერიკული გამოცდილება. დღესდღეობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის რაც ამერიკის ტრენინგებისა და შრომის ორგანიზაციას გააჩნია კარიერულ განვითარების მიმართულებით, აი სისტემური კარიერული ინფორმაციის სისტემა აქვს შექმნილი, რომელიც ასევე ამ გზამკვლევში არის და შეუძლია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომელიც ძალიან დიდ სურათს აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გამოერკვიოს კონკრეტულ პროფესიებში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მხოლოდ პროფესიის გამორკვევა არ არის მხოლოდ ინდივიდის მიერ გაზიარებული გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენი აი პირობითად იურისტ, ჟურნალისტი ვთქვათ, მაგრამ მეც თქვენს პირობითად ჩვენი გამოცდილებები ინდივიდუალური კარიერული არის განსხვავებული, მაგრამ პროფესიას რა სჭირდება, ეს ამ ინფორმაციას უკვე ეს პლატფორმა აძლევს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს გზამკვლევი ნამდვილად იქნება ძალიან გამოყენებადი რესურსი. ამ გზამკვლევის მონაწილე ასევე გახდებიან მშობლები, ეს აქვე უნდა დავაზუსტო. მშობლები, ვინც ახლა გვიყურებთ ან შემდგომში მოგვისმენთ, მინდა გითხრათ, რომ ბათუმის სამეცნიერო აკადემია შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უკვე დაჯავშოთ კონსულტაცია და მიიღოთ თქვენ პროფესიული კონსულტაცია. ეს აუცილებელია, რადგანაც როგორც შორენა მახსენა შესაძლოა პროფესიული არჩევანის დროს თქვენს ახსენეთ მშობელი იყო ჩართული. ცხადია, მშობელი არის მხარდამჭერი სისტემის მონაწილე და მას კარგი უნდა თავისი შვილისთვის, მაგრამ ეს კარგი როგორ უნდა განსაზღვრო თუ არ ვიცი რა არის კარული განვითარება. ამიტომაც არ ვიცი, მაგალითად ჩემი შვილი, აი როგორ აღვიქვამ საკუთარ შვილს, ეს არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც თავისი ცხოვრება გააჩნია, თავის ცხოვრება უნდა ჰქონდეს, დამოუკიდებელი უნდა იყოს თუ ეს არის ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ რაღაც წილ ჩემ ცხოვრებაში უნდა იყოს ჩემი საკუთარი განხორციელებელი ოცნებების განხორციელებელი ძირითად შემთხვევაში. აი ჩვენ როგორია ჩვენი ესეთი კარიერის მართვის კომპეტენციებში არის ესეთი მიმართულება, რომელსაც ქვია გააფართოვე შენი ჰორიზონტი. და როდესაც ამას ვასწავლით ხოლმე ადამიანებს, აი ვფიქრობთ, ეს ჰორიზონტი რა არის? ეს ჰორიზონტი არის საკუთარი თავის ხედვა, რა სივრცეში წარმოგიდგენია საკუთარი თავი, როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი, ვისთან ერთად წარმოგიდგენია საკუთარი თავი და რა პირობებში წარმოგიდგენია საკუთარი თავი. ქალბატონ შორენას მინდა ვკითხოთ, მესმის რომ თქვათ ზრდასრული ადამიანები მოდიან, იგივე ახალ პროფესიას ითვისებენ და ასე შემდეგ. თუმცა თქვენთან ალბათ მოდიან ესე პატარა ასაკის სტუდენტები მშობლებთან ერთად, აი მშობლების როლზე რომ ვისაუბროთ და აი გზამკვლევს ვინც უკვე გაეცნო, რა შედეგებზე ალბათ ჯერ რთულია ლაპარაკი, თუმცა რაღაც შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით დაუცლებლად ისაუბრებდით, თუნდაც იგივე თქვენის აკადემიურ წრეში და რომ გაგვაცნოთ. ეხლა როგორც წინ იმაზე აღნიშნე, რომ უკვე მცირდება რაოდენობა, როდესაც მოყვება აპლიკანტ მშობელი. საკმაოდ შემცირებულია, თუმცა ესენი არიან უბრალოდ ისინი აი მხარდამჭერითი გაეცნონ ერთად ინფრასტრუქტურას, იმიტომ რომ ბათუმის სამეცნიერო აკადემიას თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს და ვცდილობთ რომ ყველაფერი ინოვაციური შემოვიტანოთ. ეცნობიან მშობლები ნდობას გვიცხადებენ, აი თითქოს აი იმისთვის მოვიდნენ რომ ნახონ რა გარემოში ისწავლის მათი შვილი. მე ნამდვილად არ დამინახია, როდესაც აი მშობელი ეუბნება რომ აი გინდა არ გინდა ეს. მხარდაჭერითი ვიზიტია მშობელთან ამ შემთხვევაში აპლიკანტის.
პოზიტიური გამოცდილების კი, ნამდვილად, კი, სასწავლებელი ხო, ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს უკვე ახალგაზრდა, ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს და ზუსტად იციან, რატომ მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში. ზუსტად იციან რა უნდათ და ეს ნამდვილად საამაყოა დღეს. და რაზეც ლია საუბრობდა, თქვენ სთავაზობთ ასევე ძალიან საინტერესო პრაქტიკას. რომ ადამიანები დროულად მიხვდნენ, თქვა ესაჭიროებათ თუ არა მათ რაიმე ცვლილებები, ან რა შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეთ საკუთარ პროფესიაში. ლია, დასასრულისკენ რომ წავიდეთ, ყველაზე მეტად რაც მომწონს თქვენი აი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში არის ის, რომ ყოველთვის თვით ინიციატივას იჩენთ თუნდაც აი თქვენივე საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობისთვის. მაინტერესებს როგორ აპირებთ აი მგზამკვლევის პოპულარიზაციას, აპირებთ თუ არა თქვათ აი სტუდენტებთან შეხვედრებს, იგივე მასწავლებლებთან და ასე შემდეგ. რა ტიპის კამპანიის ჩატარებას გეგმავთ, გარდა იმისა, რომ ცხადია სატელევიზიო ეთერისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დღეს რო აქ ვიმყოფებით ჩვენთვის შესაძლებლობა არის რომ დაინტერესება შეიქმნას ისე რომ ნახეთ ხშირად ვამბობთ ინტერესი რომელიც მათ ცხოვრების ცვლილებებს ემსახურება და გვინდა ზუსტად ეს ეგზამპლები იყოს ამის ამ თვითშემეცნების და კარიული განვითარების ნაწილი. ჩვენ პირველი რაც მნიშვნელოვანია სკოლებთან ვიწყებთ პირველი პოპულარიზაციას, იმიტომ რომ სკოლა არის ის სივრცე სადაც ადამიანი ფაქტორებად მოსწავლეები ფაქტორებად იწყებენ კარიერას პროფესიასთან დაკავშირებით, აქაც არის ხოლმე გარკვეული მითები და გარკვეული სტერეოტიპები, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა დავამსხოთ ეს მითები და სტერეოტიპები, რომელიც ეხება ქალის, კაცის პროფესიას, ან კონკრეტულად მაგალითად მაღალანაზღაური ხშირად აი პროფესიის, ან ხეთ ღირსეული და არაღირსეული პროფესიები. ეს დღემდე კიდევ შეიძლება იყოს ადამიანებში ან ოჯახებში განხილვის საგანი და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ყველა პროფესია არის ღირებული, ყველა პროფესია თვით გამოგხატავს საკუთარ თავს და ამას აკეთებ თავად, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ პროფესია გვიყვარდეს, რომელსაც ვირჩევთ. აი ეს საყვარელი საქმე გახდეს ჩვენი პროფესია, ჩვენი საქმე. ამიტომაც სკოლები არის პირველი სივრცე, სადაც ჩვენ გვექნება ინტერაქცია სკოლის დირექტორებთან, სკოლის სასწავლებლად პედაგოგებთან, რადგანაც აი აქაც ხშირად ვამბობთ, რომ აი პროფესიული კონსულტირება რატო ქვია ჩვენის პროექტის ნაწილი, რატო იყო, რომ ჩვენ ბატონის სამეცნიერო აკადემიის პერსონალი გადავამზადეთ პროფესიული კონსულტირების ნაწილში, რადგანაც ეს არ გახდეს მხოლოდ მიკერძოებული პროცესი, როდესაც რაღაც ტიპის რჩევას გავცემთ, ჩვენ გვიყვარს აი დაკვირვებული ვარ ხოლმე ჩვენ სოციუმს, ანუ დაკვირვებული ვარ ხშირად გვიყვარს ხოლმე რჩევების გაცემა ისე, რომ შეიძლება არ დავფიქრდეთ ამ რჩევის საჭიროება, ან მნიშვნელოვნება, ან რა გავლენა შეიძლება იქონიოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სკოლის სივრცე ძალიან პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, გზამკვლევის ადრესატიც გახლავთ სკოლა. შემდგომი ეტაპი არის ეს პროფესიული სასწავლებლები, სადაც გვექნება ჩვენ კოლაბორაცია, რადგანაც მათ სტუდენტებს შეეძლებათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და რაც მთავარი არის, გზამკვლევის ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და განვითარებას. სულ ახალ ვიმყოფებოდით ჩვენ ერთობლივად ან პოლონეთში ვიზიტით და დავინახეთ თუ სულ სხვა მოწყობა, სულ სხვა რეალობა გვხდება ხოლმე ევროპაში პროფესიულ განათლებაზე როცა საუბრობ და ამ სხვა რეალობის დანახვა გვინდა ისე რომ ურთიერთთანამშრომლობა, პარტნიორობა უკვე შედგეს და ადგილობრივ ჩვენს ანუ სტუდენტებს მიეცათ გას პროგრამებში მონაწილეობის მიღება. ესეც ცხადია არის ერთგვარად მოწვევა სხვა სტუდენტებისა რომ ჩაერთნონ კარიერული გზამკვლევის შემეცნებაში, გამოყენებაში და რაც თავარია ყოველთვის მზადავართ, როგორც საორსა, ისე ბათუმის სამეცნიერო აკადემია, რომ ადამიანმა მიიღოს დროული, სწორი, ეფექტური გადაწყვეტილება საკუთარი კარიერის მოწყობის მიზნით და აქ, როდესაც ვაზუსტებ საკუთარი კარიერის მოწყობას, აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ როდესაც ადამიანი რეალიზებულია, მას მეტი კეთილგანწყობა უჩნდება ადამიანების დახმარების და ზრუნვის. ხადია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ხარი დაუჭიროთ მსგავს ინიციატივებს. ლია ფუტკარაძე, საორსას აღმასრულებელი დირექტორი და შორენა უზუნაძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი იყვნენ ჩვენი სტუმრები. გზამკვლევი დღეს ამით დასრულებულია. ნახვამდის.